ტელერადიო კომპანია ქვემო ქართლის გადაცემა საპარლამენტო არჩევნები 2016-ის გუშინდელი ეთერი სკანდალურად დასრულდა. ნუკლე შათერიშვილის კანდიდატურა საარჩევნო ოლქიდან ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულმა მოძრაობამ დღეს დილით მოხსნა. სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური წინარ საარჩევნო აგიტაციისთვის დახარჯულ თანხებს ასაჯაროვებს. არის თუ არა რუსთავი და ქვემო ქართლი ტურისტებისთვის მიმზიდველი მხარე და რისი ნახვა აინტერესებთ უცხოელ მოგზაურებს რეგიონში. 22 სექტემბერი დღე, როდესაც მსოფლიოს 51 ქვეყანაში მოსახლეობა საკუთარ ავტომობილს სახში ტოვებს და ქუჩებს ფეხით მიუყვება. საღამომშვიდობის და ქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ ქრონიკას 9-ის ნახევარზე. დღეს მთავარ სიახლეებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. ტელერადიო კომპანია ქვემო ქართლის გადაცემა საპარლამენტო არჩევნები 2016-ის გუშინდელი ინციდენტის შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც გაირკვა, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველოს მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვეფხია გურგენიშვილმა მრეწველთა პარტიის მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატს ფოლად ხალილოვს ცემის ფაქტზე უჩივლა. კონკრეტულად კი გურგენიშვილმა ცემის ფაქტზე საავადმყოფოს მიმართა, საავადმყოფომ თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში. უწყებამ უკვე დაიწყო საქმის შესწავლა. დაკითხვაზე არიან დაბარებულები ჩვენი გადამღები ჯგუფები, ოპერატორები და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი პირები. შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა საპარლამენტო არჩევნები 2016-ის მონაწილეები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არ იყო ნახვადი. ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბი მსოფლიოს წამყვანმა მედია საშუალებებმა, მათ შორის BBC-მ, Euronews-მა, Telegraph-მა, რუსულმა და უკრაინულმა ნაციონალურმა არხებმა გააშუქეს. ეთერი სკანდალურად დასრულდა. გადაცემაში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის მონაწილემ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა ვეფხია გურგენიშვილმა კი გუშინ ტელევიზიის დატოვებისთანავე პოლიციიდან ცდობა აიღო ფაქტზე, რომ იგი ნაცემია. არ არის გამორიცხული მან მრეწველთა პარტიის მარნეულის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს ფოლად ხალილოვს სასამართლოში უჩივლოს. არაფერს არ ვაპირებ, კაცო, თუ მას რაიმე პრეტენზიები აქვს, ეხლა არსებობს სასამართლო, არსებობს პოლიცია, არსებობს პროკურატურა და მე არავისთვის არ მიმართია. გუშინ ელემენტარული იყო, რომ ავიღე დაზიანებაზე ფორმა 100. ყოველი შემთხვევისთვის მე ესე ვიტყვი, რომ თუ მას აქვს რაიმე პრეტენზია იმის მომხდარი ფაქტის გამო, შეუძლია თვითონ გაასაჭიროს. მე არც ადვოკატი მჭირდება, არც არავინ არ ამჭირდება. მე გავცემ საკადრის პასუხს ნებისმიერ ინსტანციაში. პარლამენტისა და საკრებულოს ყოფილი წევრის სტატუსს ახლა ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით დაემატა. ნუკლე შათერიშვილის კანდიდატურა საარჩევნო ოლქიდან ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულმა მოძრაობამ დღეს დილით მოხსნა. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი და როგორია თავად სტატუსს გაუქმებული მაჟორიტარობის კანდიდატის პოზიცია, ნახეთ სიუჟეტი. ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულ მოძრაობას რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ყავს. გადაწყვეტილება პარტიამ თავად მიიღო და ნუკლე შათერიშვილი მაჟორიტარული ოლქიდან სხვა პარტიებთან გარიგების ბრალდების მიზეზით მოხსნა. განცხადება პარტიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პარტიაში ქრონიკის კითხვის მიუხედავად თუ კონკრეტულად რომელ პარტიებთან თანამშრომლობდა შათერიშვილი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს. ამ ადამიანმა გადაწყვიტა პოლიტიკიდან ბიზნესი აკეთოს, რომ მან თავისი კანდიდატურა მოხსნას მის სასარგებლოდ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, ვინც რეალურად ამხილეს ის მუდმივ მოლაპარაკებების პროცესში სხვადასხვა პარტიებთან, როდესაც სუსტად გავარკვიეთ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს და ორმაგ თამაშს და უბრალოდ გავათავისუფლეთ ის ადამიანი თავისი მოვალეობის შესრულებისგან მაჟორიტარობის კანდიდატად. პარტიის განცხადებას დღესვე უკვე სტატუსს შეჩერებული მაჟორიტარობის კანდიდატი ნუკლე შათერიშვილი გამოეხმაურა. მან ქრონიკასთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა, რის შემდეგაც განაწყენებულმა თანაგუნდელებამ მის მიმართ ცრუ ბრალდებები გაავრცელეს. უცოდინარობის გამო მოზდით შეცდომა და უბრალოდ გამოჩნდება ყველაფერი 10-ში და 11-ში. მათ უფლება აქვს ნებისმიერ საკითხზე ისაუბრონ, მაგალითად მე აქედან შევთავაზებ, თუ ისინი მოისმენენ ჩვენს ჩანაწერს, რომ ნებისმიერ ადგილას თბილისში სხვაგან დამიძახონ, დავეხმარებენ და ნახავენ შედეგს. მე ვიქნები სახში, ვიხედავ ჩემს საქმეს, გავაკეთებ და ვიქნები ეს მათი პოზიციაა. უბრალოდ არ ეთანხმებით ამ პოზიციას. რა თქმა უნდა, არ ეთანხმებით. ამ ეტაპზე პარტიას რუსთავში მაჟორიტარი აღარ ყავს. წარადგენს თუ არა ახალ კანდიდატს ბურჯანაძის გუნდი არჩევნებამდე 16 დღით ადრე, ეს ჯერჯერობით უცნობია.
სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური პარტიების შემოწირულობების გასაჯაროვების შემდეგ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის დახარჯულ თანხებს ასაჯაროვებს. პოლიტიკური რეკლამისთვის დახარჯულ თანხებში ლიდერი ქართული ოცნება აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ამ დრომდე 1.500.000 ლარი დახარჯა. რამდენად მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებულია კოლოსალური თანხების ხარჯვა რეკლამაში და რას ფიქრობენ აღნიშნულზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. თემაზე ქრონიკის ჟურნალისტი მარიამ სოლოღაშვილი და გიორგი გოლიჯაშვილი მუშაობდნენ. ამ ბილბორდებში, სააგიტაციო ფლაიერებში, პლაკატებში და სატელევიზიო რეკლამაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა 3.700.000 ლარი დახარჯეს. ეს ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა დღეს გაავრცელა. ჯამში არის 3.700.000, აქედან 1.500.000 ოცნებაზე 700.000 ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა 555.000, პატრიოტ ალიანსი 270.000, ამაში შედის ყველანაირი სახის რეკლამა, გარე რეკლამა, ფლაიერები, ბილბორდები, სატელევიზიო დიახ, ხან რაც არის ყველაფერი, ყველანაირი სრული რეკლამა არის შესული ამ თანხაში. რამდენად მიზნობრივია ხარჯი და რამდენად არის შედეგის მომცემი კოლოსალური თანხების გახარჯვა რეკლამაში. ამ კითხვებით ქრონიკამ დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართა. ქართულ ოცნებაში განგვიმარტეს, რომ ეს წინასწარ გათვლილი ხარჯია, რაც ამომრჩევლის ინფორმირებულობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყალში გადაყრილი ფულია უბრალოდ? არა, ნამდვილად არ ვფიქრობთ, რადგანაც ნებისმიერ სარეკლამო ეს იქნება ბანერი, ეს იქნება პლაკატი, ნებისმიერი იყო წინასწარ გავლილი და ნებისმიერი ის აქცია, ეს იქნებოდა პლაკატების სახით თუ სხვადასხვა სახით, იყო წინასწარ გავლილი და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო საჭირო და აუცილებელი. რეკლამისთვის გახარჯული თანხების ოდენობით მეორე ადგილს ნაციონალური მოძრაობა იკავებს. პარტიამ წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ტიპის რეკლამაში 700.000 ლარი დახარჯა. ქრონიკასთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი კითხვის, რომ კარდაკარის პრინციპით წინასაარჩევნო აგიტაციის გამო რუსთავში დანახარჯი მინიმალურია. იმასთან შედარებით, რაც აქვს სახელმწიფო პარტიას, პრაქტიკულად ძალიან მცირე არის. კიდევ მეორებ, ეს არის მხოლოდ პლაკატების და ბუკლეტების თანხა, რაც აი სარეკლამო მიმართულებით იხარჯება. რეკლამა არის ჩემი აზრით სწორედ ის, რომ ხალხთან შეხვედრა და სწორედ ის, რომ მიხვიდე ოჯახში და გააცნო შენი საარჩევნო პროგრამა. პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოტარ ღვამბერია პარტიის მხრიდან რეკლამისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირეზე საუბრობს. დასტურად კი ის ფაქტი მოჰყავს, რომ მისი სააგიტაციო მასალა არც ერთ ბილბორდზე არ არის განთავსებული. პლაკატები, ფლაიერები, ბუკლეტები ყველაფერი ცენტრალიზებული იმით დაიბეჭდა და ჩამოვიდა. ასე რომ მაგ ციფრებს მე არ ვთქვი სამწუხაროდ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ბილბორდიც კი არ არის ჯერჯერობით. ქრონიკა ტრადიციულად ყველა სხვა პარტიასაც დაუკავშირდა, რათა აღნიშნულ საკითხზე მათ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. თუმცა როგორც რიგი შემთხვევებში, მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. საარჩევნო კოდექსის დარღვევა თუ კანონით მინიჭებული უფლების გამოყენება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივარს სწავლობს, რომლის მიხედვითაც ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსების წესი დაარღვია. მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ პარტიამ განკარგულების მიხედვით აკრძალულ ადგილებში განათავსა ბანერები და საარჩევნო სუბიექტისგან სააგიტაციო მასალის დაუყოვნებლივ ჩამოხსნას ითხოვს. ფაქტს არ ადასტურებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი. მისი თქმით, განკარგულება ბუნდოვანია და მასში დეტალურად არ არის აღნიშნული იმ მისამართების ნუსხა, სადაც პლაკატების გაკვრა დასაშვებია. იმამყულიევის მტკიცებით, მათ კანონი არ დაურღვევიათ და საარჩევნო სააგიტაციო მასალა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზეა განთავსებული. ჩვენთან შემოვიდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ განცხადება, რომ დარღვევით ხდება პლაკატების გამოყრა და არასწორად არანებადართულ ადგილებზეა გამოყრილი. ჩვენ შესაბამისად უმოკლეს ვადაში მომახდინეთ რეაგირება ამ წერილზე, რომელიც გადავეცით შესაბამის ორგანოს კანონის შესაბამისად რომ იმოქმედება. რომელ ორგანოს და რა? თვითმმართველობის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივაწოდებ. კანონში უნდა დაჯარიმება მოხდეს თუ უნდა მოხდეს დემონტაჟი? მაგას დარღვევის შესაბამისად თუ არასწორად არის გაკრული, ალბათ შესაბამის ორგანოები მოახდენენ რეაგირებას და ჩამოხსნიან. საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად აღნიშნულ ბანერს აუცილებლად უნდა კონდეს წარწერა
თუ ვის მიერ არის დაკვეთილი შემსრულებელი გამოშვების თარიღი, შესაბამისად ტირაჟი, რაც როგორც ხედავთ, არ არის აღნიშნულ ბანერზე განთავსებული. ეს თავისთავად თვითონ ბანერი უკვე საკმაოდ უხეშად ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის მე-6 პუნქტს. აქვე დავამატებ, რომ ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მათ უნდა წარედგინათ საარჩევნო ოლქში შესაბამისი ბანერის ნიმუშები, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი ფორმატით. ესეც დარღვეულია. თქვენ ახლა ხედავთ, რომ ეს არის კერძო პირის ობიექტი, ჩვენი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თან წევრია და ამას აქვს უფლება ჩვენც გვაქვს ანუ ერთმანეთის შორის დალაპარაკების შემდეგ გავაკეთოთ ეს ბილბორდი ამ პიროვნების ობიექტზე. და რაც ეხება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ მარნეულში ან სხვა სოფლებშიც არის არა მარტო აქ განთავსებული ეს სარეკლამო ბილბორდი, საარჩევნო სარეკლამო ბილბორდი, ეს არის ყველგან განთავსებული კერძო პირების ან ობიექტებზე, ან კერძო პირების საკუთრებაში მყოფ მიწებზე. აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოდის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა წლის პირველ 7 თვეში 10,6%-ით მოიმატა და ეს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა. საქართველოს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან 2 მილიარდს აღწევს. არის თუ არა რუსთავი და ქვემო ქართლი ტურისტებისთვის მიმზიდველი მხარე და რის ნახვა აინტერესებთ უცხოელ მოგზაურებს რეგიონში. ამის გარკვევას დღეს ქრისტინა ასლამაზაშვილი შეეცადა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი უცხოელი ვიზიტორი ჩამოვიდა ქვემო ქართლში 2016 წელს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ დროისთვის არ აქვს. თუმცა ამბობენ, რომ დაინტერესება როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებით ერთნაირია. სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, წელს საქართველოში ტურისტების რეკორდულად მაღალი რიცხვი დაფიქსირდა. ბოლო 7 თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 3,400,000 გადააჭარბა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი დაახლოებით 1,402,000 შეადგინა. წლევანდელი წელიწადი პირველი 7 თვის მონაცემებით რეკორდულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ასევე სასიამოვნო ინფორმაცია რომ ივლისის თვეც მიუხედავად იმისა რომ რეგიონში განვითარებული მოვლენებისა, მათ შორის სომხეთში და თურქეთში განვითარებული მოვლენებისა, რამაც ჩვენ ტურისტული ნაკადი ნაცვლობრივ დაგვაკარგინა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც დაფიქსირდა და თითქმის 16%-ია იმ ტურისტების რაოდენობის და რომელიც 24 საათიდან მეტი ჩერდებიან ჩვენ ქვეყანაში. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვემო ქართლს ტურისტული პოტენციალი აქვს და იმისთვის, რომ რეგიონში ეს სფერო განვითარდეს, სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად მუდმივად მუშაობს. როგორც ირკვევა, უცხოელი ვიზიტორებისთვის კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად დმანისის ნაქალაქარი რჩება. უცხოელების ინტერესს კი ძველი ქალაქის სახლების, ქუჩების, ნანგრევები და ღვინის სარდაფები იწვევს. ქვემო ქართლის გუბერნატორი ამბობს, რომ პირველი ევროპელის და ძველი ადამიანის ნაკვალევი რეგიონს ამ კუთხით უნიკალურ ტურისტულ ზონად აქცევს. ბოლნისი, დმანისი, მარნეული ეს საოცარი ტურისტული ადგილებია, სადაც იქ ერთ-ერთგან ვიცით, რომ პირველი ევროპელების სამარხები აღმოჩენილი და შესანიშნავი ძალიან ორიგინალური ციხესიმაგრეები. ასე რომ აქ ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ იყოს ძალიან განვითარებული, გაორმაგდეს და გასამაგდეს ტურისტების რაოდენობა, თუმცა ამისათვის სახელმწიფო ჯერჯერობით აკეთებს ბევრს თავის შესაძლებლობას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც არიან ჩართული კომუნიკაციები გაკეთეს პირველ რიგში და ჩვენ სულ ვამბობთ, რომ აი ქვემო ქართლი უნდა იყოს მწვანე მხარე, რადგან ეკოტურიზმი უნდა განვითარდეს. რუსავის ისტორიული მუზეუმის დირექტორიც იზიარებს სტატისტიკას და ამბობს, რომ ბოლო წლებში უცხოელი სტუმრების რიცხვი ქალაქის მუზეუმშიც გაიზარდა. ვიზიტორები კი ძირითადად რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოდიან. მათ დიდ ინტერესს საბჭოთა ისტორია და მუზეუმში დაცული თანამედროვე ქალაქის არტეფაქტები იწვევს. უცხოელების ინტერესი, განსაკუთრებით გერმანელების, ბევრად უფრო მეტად აინტერესებთ თანამედროვე ქალაქის ექსპოზიცია, რამდენადაც სოვეტოლოგიის სფერო დღეს პოპულარულია მსოფლიოში. ამ მიმართულებით ბევრი მკვლევარია დაინტერესებული ჩვენი ქალაქის თანამედროვე ისტორიით, კერძოდ კი იმ სამშენებლო ეტაპებით ქალაქის და მრეწველობის განვითარების კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მუზეუმი ამ კუთხით, როგორც ისინი ხშირად აღნიშნავენ, საქართველოში ერთადერთია, სადაც ასახულია თანამედროვე ქალაქის მშენებლობის ისტორია და მისი განვითარების ეტაპები.
სტატისტიკაში ასახული მონაცემები დაუჯერებელია მოსახლეობისთვის. მათი თქმით, რუსთავში ძირითადად ინდოელები და არაბები ჩამოდიან და ისინიც მხოლოდ სამუშაო ვიზიტით. ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების დიდ ნაწილს კონკრეტულად რუსთავში ტურისტი არასოდეს უნახავს. მე მართლა არ შემხედრიან ტურისტები უფრო მეტად ჩამოსულები არიან აქ რომ სამუშაოს ეძებენ და ჩვენ არა გვაქვს სამუშაო და რას პოულობენ არ ვიცი. ტურისტები ნამდვილად არა. ესე საინტერესო რა არის თქვენი აზრით, აი რუსთავში ან ქვემო ქართლში რომ ნახავთ? ნამდვილად არ ვიცი. ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, რომ ტურისტი დაინტერესდეს და ნახოს. აქ ძირითადად ინდოელები მინახავს ბევრი და სხვა ტურისტები არა. რუსთავში საინტერესო არის, თუ საინტერესოდ გააკეთებენ. რატო გაღმა პარკი შეიძლება მშვენივრად მოაწყონ. არის იქ ისტორიული ღირსშესანიშნაობები. უბრალოდ რუსთავში არა. თქვენ გინახავთ? რუსთავში ტურისტი რა უნდა გაცო? სატურისტო ქალაქი არ არის ესა და. უცხოელებს გინახავთ? უცხოელების მეტი არის, ინდოელებისა და ჩინელების მეტიაც. სავსეა. რა უნდა ნახონ, ბევრი რამე გვაქვს სანახავი ჯერ ეგეთ პირველ რიგში და მეორე სტუმართ მოყვარეები ვართ. უყვართ ჩვენთან კომუნიკაბელურები ვართ ქართველები და ასე შემდეგ. თუმცა სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ ივლისის თვეში საქართველოს დაახლოებით 760,000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 3.5%-ით მეტია. აქედან დაახლოებით 390,000 ტურისტმა ქვეყანაში 24 საათზე მეტი გაატარა. ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ჰყავდა. რუსთავის საკრებულოს ხდომათა დარბაზში დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხის გარშემო იმსჯელეს მერიის საშტატო ნუსხაში არსებული ცვლილება. რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრის პროგრამა საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და აუქციონში გამარჯვების შემდეგ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და ვადები იყო მთავარი საკითხები, რომელზეც საკრებულოს წევრები 1 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დღესაც ცნობილი გახდა, რომ საკალათბურთო გუნდ რუსთავის შემადგენლობაში სერბი კალათბურთელი ვერ ითამაშებს. მასთან ხელშეკრულება კლუბმა წელს გააფორმა, თუმცა ტრავმის გამო ლეგიონერს რუსთავის დატოვება მოუწია. ბიუროს ხდომას დღეს უმცირესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. გაგვიფორმა ხელშეკრულება ჩვეულებრივად როგორც წესია. ჩამოვიდა აქ და რო დაიწყო ვარჯიში, მეორე ვარჯიშზე ატკივდა ფეხი ისევე. მე აქ ჩვენ გავიყვანეთ ექიმთან ვაჩვენეთ ყველაფერი რაღაც და ტკივილმა რო არ გადახვევებსაც უკეთებდით ყველაფერს და ტკივილებმა რო არ გავუარა, მე იძულებული გახდა თვითონვე მივარდა თავის აგენტს. და თხოვა რომ მე უბრალოდ არ მინდა რომ ეს ხალხიო ტყუილად თუ ის აქვს მოვატყუო და რაღაცა მე ვერ ვითამაშებ ფიზიკურად. ტანელი იყო 10 საკითხი, ამ 10 საკითხიდან ერთი იყო მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილება, ფაქტიურად დარჩენილი ასე ვთქვათ მძღოლის ვაკანსია იყო დაუკავებელი ვაკანსია იყო და გაუქმდა, ასევე მოხდა რანგირებით დაქვეითება იმ საშტატო ერთეულების, რომელზეც არ იყვნენ დაფიქსირებული თანამშრომლები. რამაც არ გამოიწვია პირიქით ფინანსური ცვლილება, პირიქით 200 ლარამდე შემცირდა ხარჯი. თავდაცვის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ინიციატივით დიდების ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი დაიდგმება. ამის შესახებ რუსთაველის სამხედროს ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე გახდა ცნობილი. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს ავღანეთში დაღუპული სამხედროს ვასილ ყულიჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად მარათონი გაიმართა, რომელშიც თავდაცვის უწყების ქვედანაყოფებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტულ მარათონს დღეს ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე შვილთან ერთად შეუერთდა. მარათონში გამარჯვებულებს სპეციალური მედლები და სიგელები გადაეცათ. დღევანდელ ღონისძიებას ვასილ ყულიჯანიშვილის დედა და ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. და მარათონის მიზანი იყო ის, რომ ყოველ 22 რიცხვში მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი სამხედრო და თუნდაც სამოქალაქო პერსონალი მიიღებს ამ მარათონში მონაწილეობას. ამ მარათონის მიზანია ის, რომ აქ რუსთავში, სადაც დღეს ჩვენ ვდგევართ, გაიხსნება მემორიალი სამშვიდობო მისიებში დაღუპულ ვაჟკაცების საპატივცემულოდ. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმეა. ჩვენ გვინდა დღევანდელი დღე 22 სექტემბერი თლიანად მიუძღვნათ სამშვიდობო მისიაში დაღუპულ პირად შემადგენლობას. ვინც გმირულად თავის შესწირა სამშობლოს ხსოვნას და დღევანდელი დღე ყოველ წელიწადს აღნიშნული იქნება მარათონით და ტრადიციად იქნება შემოღებული, რომ 22 სექტემბერს ჩატარდეს
უფრო ფართო მასშტაბით და არ უნდა დაივიწყოს ხალხმა თავისი გმირები, რა თქმა უნდა. ეს ისტორია და ისტორია კიდე ყოველთვის ახსოვდეს ხალხს, მათ შვილებს და მათ შვილიშვილებს და შთამომავლობას. ეს ყოველთვის უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ დღეს მარაჩეულებრივი საქმე გაკეთდა და მადლობელი ვარ თავდაცვის სამინისტროსი, სახელმწიფოს თვითონ და ხალხის კიდე ვინც აქ არის შეკრებილი. დღეს გაიმართა მარათონი ვასილ ყუβიჯანიშვილის სახელობის, რომელიც დაიღუპა ავღანეთში. ეს არის ნამდვილად აგრესიული ქართველი. მე და მაჩემა გიორგი ვეგაძე მივიღეთ დღეს ამ მარათონში მონაწილეობა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ წვლილი შევიტანეთ ამ დღეში. ფეხბურთის ფედერაციამ რუსთავისა და მარტვილის მერანის მატჩის სამსახველი ვიდეო მასალა დახურულ კარს მიღმა ჟურნალისტებს გააცნო. მასალა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შექმნილმა საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბებს რუსთავსა და მერანს გარიგებული მატჩისთვის სანქცია დაეკისრათ. ორივე გუნდს ჩემპიონატში დააკლდება 6-6 ქულა და ორივე მათგანს ჯარიმის სახით 10,000 ლარი დაეკისრება. 22 სექტემბერი ის დღეა, როდესაც მსოფლიოს 51 ქვეყანაში მოსახლეობა საკუთარ ავტომობილს სახლში ტოვებს და ქუჩებს ფეხით მიუყვება. დღეს მსოფლიოში დღე-მანქანის გარეშე აღინიშნება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველ 100,000 ადამიანზე ავტომობილის გამონაბოლქვისგან ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. ქვემო ქართლის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რა ინფორმაციას ფლობს რუსთავის მოსახლეობა 22 სექტემბრის ტრადიციის შესახებ. 22 სექტემბერი ის დღეა, როდესაც მსოფლიოს 51 ქვეყანაში მოსახლეობა საკუთარ ავტომობილს სახლში ტოვებს და ქუჩებს ფეხით მიუყვება. დღეს მსოფლიოში დღე-მანქანის გარეშე აღინიშნება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100,000 ადამიანზე ავტომობილის გამონაბოლქვისგან ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. ქვემო ქართლის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რა ინფორმაციას ფლობს რუსთავის მოსახლეობა 22 სექტემბრის ტრადიციის შესახებ. სხვათა შორის დღეს მოვისმინე პირველად, რომ ველოსიპედებითო და ფეხით ერთი დღე იქნებაო ქალაქშიო და იქნება, ესე იგი, ჰაერის გაწმენდა ალბათ. კარგი იქნება, რა ვიცი, მე მიყვარს ფეხით სიარული. მივესალმები ეს რამებს საქართველოში. მაგის შესახებ არაფერი ვიცი, დღეს რა ვიცი, პირველად გავიგე ეგეთ დღე თუ არც. მე არაფერი არ ვიცი, ვერ ვერკავი მომას რაღაცებში. არა, არაფერი არ ვიცოდი, ახლა გავიგე. კი, ნამდვილად გავითვალისწინებდი. რა ვიცი, ვემხრობი, რა ვიცი, კარგია. ხევანდელი და გამოცხადებულია ტრანსპორტის გარეშე. უცოდნო და ფეხით ვირიდი, თუმცა ეხლა ფეხით დავდივარ. აუცილებლად გავითვალისწინებდი და მე ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ყველა. ძალიან სასიამოვნოა მსგავსი აქცია და მოხარული ვიქნები, რომ მე პირადად მივიღო მსგავს აქციაში მონაწილეობა. ჩემი აზრით რუსთავის მოსახლეობა ზოგადად არ ითვალისწინებს ამას და არჩევს რომ ფეხით სიარულს ნასვლა და ტრანსპორტით იმოძრავოს და ჩემი აზრით ფეხით სიარული უფრო ჯანსაღი და კარგი. დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ხელი შეუწყოთ ქალაქში ჯანსაღი გარემო შექმნას. ეს არის აქციის მთავარი გზავნილი, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება. დღე-მანქანის გარეშე წელს პირველად ქვეყნის დედაქალაქშიც აღინიშნა. ბოლო მოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს. ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიცია საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივა საფრანგეთში შეუერთდა, წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება. მას 51 ქვეყანა და 2000-ზე მეტი ქალაქი უერთდება. ქრონიკა ეთერში რამდენიმე წუთში დღის სხვა სიახლეებით დაბრუნდება. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება, გამოშვებას დღის სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებით განვაგრძობთ. დადგა დრო, რომ საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებებში აისახოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71 სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პრემიერმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო. Ladies and gentlemen, sectors and market rules with those of the European Union.
მესამე სექტორი დასრული და დაბინძურებულია, სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის იქ. ასე გამოიხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება წინასაარჩევნოდ კითხვებს აჩენს. ივანიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ მსგავს შეფასებას პაგონებიანი გიგაური გააკეთებდა. თავად ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ამის გამოსაქმის წარმოება ვერ შეჩერდება. ხოლო პროკურატურა ანგარიშვალდებულია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას მყისიერი რეაქციები მოჰყვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ყოფილი პრემიერი ბოლო ინტერვიუებში ძირითადად დროს უთმობს ყველა იმ ადამიანზე არაეთიკურად ლაპარაკს, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი აქვს და ეს არასწორია. გიგაურის განცხადებით გარდა იმისა, რომ ივანიშვილმა არაეთიკურად არ უნდა ისაუბროს, ის ინფორმაციაც უნდა გადაამოწმოს, რომელსაც ავრცელებს. ივანიშვილის განცხადებას დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას უწოდებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე ნინო ლომჯარიაც. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი ხვალ მოეწერება. აღნიშნული აქტით დასრულდება 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს ქართულ ხალხს დაუბრუნდება. 25 წლიანი პროცესის საბოლოო აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე დელონე და ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან. და რაც შეეხება უცხოეთის სიახლეებს. ეგვიპტის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შემდეგ ასობით ადამიანი დაიკარგა ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი ტრაგედიის დროს. ხომალდის ბორტზე 550 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის მაშველებმა მხოლოდ 160 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ოპერაციის დროს 42 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მედიის ცნობით მგზავრების უმრავლესობა ეგვიპტელი იყო. გადარჩენილი მიგრანტები აცხადებენ, რომ მათ სამაშველო ჟილეტების მხოლოდ დამატებითი თანხის სანაცვლოდ აძლევდნენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 3200-მდე მიგრანტი დაიღუპა. გაეროს სირიაში ჰუმანიტარულ ოპერაციებს ორშაბათიდან გაახლებს. ამის შესახებ სირიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ორშაბათიდან სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იგეგმება. გაერომ სირიაში ჰუმანიტარული ოპერაციები მას შემდეგ შეაჩერა, რაც 19 სექტემბერს ქალაქ ალეპოსთან ორგანიზაციის ჰუმანიტარული კოლონა დაიბომბა. სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის მონაცემებით იერიში შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰუმანიტარული კოლონის სატვირთო მანქანების მძღოლები და სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თანამშრომელი. თუ უკრაინა დაპირებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს არ გაატარებს, ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააუქმოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბაიდენმა ნიუ-იორკში საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუ ევროკავშირს საბაბს მისცემენ, არის სულ მცირე 5 ქვეყანა, რომელიც ახლაც მზად არის განაცხადოს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში მონაწილეობა არ სურს. განმარტა ბაიდენმა. მისი თქმით, უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ ის კვირაში ერთხელ რამდენიმე საათის განმავლობაში მართავს სატელეფონო საუბრებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელ წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ირგვლივ ხმაური ბოლო დღეების განმავლობაში არ წყდება. ტაბლოიდები უკვე წერენ, რომ წყვილის დაშორების მიზეზი ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარია. კოტიარმა აღნიშნულ საკითხზე პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. მსახიობის თქმით, იგი თავის მეუღლესთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ. რაც შეეხება ჭორებს, ის ბრედ პიტისა და კოტიარის ერთობლივ კინონამუშევარს მოჰყვა, რომელსაც მაყურებელი დიდ ეკრანზე სულ ცოტა ხანში იხილავს. გამოშვების ბოლოს ნახოთ, როგორი ამინდია ნავარაუდები ხვალ ჩვენს რეგიონში.
სალკაში მოსალოდნელია დღის 18 ღამით 8 გრადუსი სითბო. თეთრწყარში დღის 22 ღამით კი 12 გრადუსამდე გათბება ჰაერი. რაც შეეხება დმანისს, აქ დღის 20 ღამით 8 გრადუსი იქნება. პოლიში დაფიქსირდება დღის 24 ღამით 13 გრადუსი სითბო. მარნეულში დღის 28 ღამით 16 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში ნავარაუდავია დღის 27 ღამით 15 გრადუსი. გარდაბაში დღის 29 ღამით კი 15 გრადუსამდე გათბება ჰაერი, რაც შეეხება რუსთავს, აქ დღის 28 ღამით 16 გრადუსი იქნება. დღეს ხუთშაბათია და 21 საათსა და 30 წუთზე ქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადაცემა სტუდია 4 დაიწყება, რომლის სტუმარიც ქალაქ რუსთავის პირველი პირი დავით ჯიქია იქნება, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე, წინ საინტერესო გადაცემა გელოდებათ. ქრონიკა კი დღეს ამით დასრულებულია, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით.